ამინ. ქრისტე აღსტა. ღმერთმა ჩვენს თავის დროზე აგვადგინოს მარადიული სიხარულისათვის. მარხვა დამთავრდა და ესე იგი ზოგჯერ ეს ჩვენ როგორც საცდური არა ჯანსაღი მიდგომა ჩვენი მხრიდან აი ამ საკითხისადმი რომ მარხვა დამთავრდა როგორც საცდური ისე გვევლინება ხოლმე და თქვენ ძალიან კარგად ხვდებით რასაც გულისხმობთ რომ ესე იგი მარხვის დამთავრება არ ნიშნავს თავშეკავების დამთავრებას. მარხვის დამთავრება არ ნიშნავს რომ ადამიანმა აღარ იღვაწოს თავისი სულის გადასარჩენად. ამიტომ აი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ისევ აღბეჭდილი უნდა იყოს ქრისტეს ერთგულებით. და უნდა ჩვენი ერთგულება ღვთისადმი ვლინდებოდეს იმაში, რაც თავად გითხრა უფალმა, რომ ვისაც მე უყვარვარ, ჩემი მცნებები დაიმარხოს. და თითოეული გადაწყვეტილების დროს, თითოეული აი ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნის დროს, ადამიანს თუ ახსენდება ქრისტეს მცნება, რომ აი ამ დროს ახლა მე სახარება რას მეუბნევა, ამ დროს წმინდა მამები რას ამბობენ ამ მდგომარეობის შესახებ, ან წმინდა მამათა ცხოვრებაში თუ წმინდა წერილში რა მაგალითები გვაქვს მოცემული, რომ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. თუ ეს ყველაფერი ჩვენ გვახსენდება, ეს ძალიან კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ. მეორე საკითხია, ასე მოქცევა შევძლებთ თუ არა. მეორე საკითხი ეგ არის. მაგრამ უპირველესად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასე იგი ვიცოდეთ, როგორ არის ღვთის წინაშე სწორი საქციელი. ადამიანმა ეს თუ არ იცის და ქრისტიანმა ეს თუ არ იცის, მაშინ გამოდის, რომ მას არ აქვს ის ორიენტირი, არ აქვს ის მიმართულება, როგორც უნდა ცხოვრობდეს. არ შეიძლება ადამიანი ტაძარში დადიოდეს, მაგრამ არ იცოდეს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, როგორ უნდა იფიქროს, როგორ უნდა იმსჯელოს დაუშვათ. იმსჯელოს იმისთვის კი არა, რომ ვიღაცას დააჯეროს, რომ ეს ასე. ჩვენ სხვების დაჯერება სულაც არ გვჭირდება და ზოგ შემთხვევაში არც მოგეთხოვება. მაგრამ ის კი მოგეთხოვება, რომ ჩვენში არსებულ შეკითხვებს გავცეთ პასუხი. სხვები დააჯერო კი არა, ჯერ შენ უნდა დაიჯერო, შენ უნდა ირწმუნო ადამიანმა. იმიტომ რომ ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი რწმენა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესს. და ჩვენი ცხოვრების წესით შეეწევა ჩვენს სარწმუნოებას, იმიტომ რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. სწორი ესე იგი ხედვის და რწმენის გარეშე არ არსებობს სწორი ზნეობრივი ცხოვრება. და პირიქით, არც ზნეობრივი ცხოვრების გარეშე არ არსებობს სწორი სარწმუნოებრივი ხედვა და მსოფლმხედველობა. ეს ორივე ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამიტომაც ჩვენ ესე იგი ერთი ის რომ უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ ზნეობრივად სწორად და სიწმინდით, მაგრამ ამაში ჩვენ გვეხმარება სწორი მსოფლმხედველობა. და იმისათვის რომ ადამიანში ჩამოყალიბდეს ეს აზროვნება, სწორი აზროვნება, უნდა ჩვენი გონება მოცული იყოს საღვთო წიგნებით და წმინდა მამათა ნაშრომებით. სხვანაირად შეუძლებელია. თუ ჩვენი გონება დატვირთული იქნება მხოლოდ ამ წუთისოფლის განწყობებით და მოსაზრებებით, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენი ცხოვრების წესიც ამდაგვარი იქნება. აი მაგალითისთვის ვეთქვი, ვიღაცა სახარებას კითხულობს, წმინდანთა ცხოვრებას კითხულობს, რომელიც ძალიან განამტკიცებს ადამიანის სულს და მართლაც აჩვენებს, როგორ არის ქრისტიანული ცხოვრება. ვიღაც შეიძლება არ კითხულობს არაფერს და რაღაც აი საერო და მხატვრულ ფილმებს უყურებს, სიტყვაზე ვამბობ. და ამ ორი ადამიანის ცხოვრება დაემსგავსება იმას, რითიც არიან ისინი სავსემი. ვიღაც ისა ამ ფილმის და ახლა რამდენჯერ ყოფილა თუნდაც ჩვენს პატარაობაში,
რომელიღაც პერსონას უყურებ ფილმის და გინდა რომ შენ მიბაძო რაღაცა მას და ემსგავსო და მართლაც ნელ-ნელა რაღაცით თითქოს ბაძავს ადამიანი, მაგრამ თუ ადამიანი წმინდათა ცხოვრებას კითხულობს, მაშინ არ არსებობს რომ რომელიღაცა წმინდანის ცხოვრება ან სხვადასხვა წმინდანების ცხოვრებიდან რაღაცა მაგალითი შენს გულთან სხვათან შედარებით უფრო ახლოს არ მოვიდეს. რომელიღაცა წმინდანის ცხოვრება უფრო ახლოს მოვა. რომელიღაცა წმინდანის მიბაძვა უფრო მეტად მოგინდება და საერთოდ წმინდანთან თაყვანისცემის ყველაზე უფრო სწორი და გამართლებული ფორმა ეს არის მათი მიბაძვა. აი ღვთის თაყვანისცემაც არის ყველაზე მეტი ის არის რომ შენ ადამიანი მიბაძვა. ის კი არა რა თქმა უნდა ქეთს მოიხრი, მოხს მოიყრი ხატის წინაშე თავისთავად ცხადია ესეც გამოხატულება თაყვანისცემისა. და თვითონ სიტყვაც კი გვეუბნება ესე იგი თაყვანისცემა. ანუ ყანა ხო მიწა არის ქვეყანა ხო ეგრე ვამბობთ. თავია და თავ ყანისცემო. თავს მოიხრი მიწამდე და თავ მაგრამ ეს გარეგნული ნიშანი კი არ არის თავად. თუმცა თავის ადგილზე ესეც მნიშვნელოვანი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ადამიანი ქრისტეს ბაძავდეს. და იმ წმინდანებს ბაძავდეს, რომლებიც ცდილობდნენ რომ ქრისტესთვის მიებაძათ. ანუ როგორც მოციქული პავლე ამბობს, მობაძავ ჩემ და იყვენით, ვითარცა მე ქრისტესავ. ანუ ჩვენ თითოეულ წმინდანს იმაში უნდა ვბაძავდეთ, რაშიც ისინი ცდილობდნენ რომ ქრისტესთვის მიებაძათ. და ეს არის სწორი თაყვანისცემა ამა თუ იმ წმინდანის. და აი სწორი თაყვანისცემა საბოლოო ჯამში ჩვენ გვასწავლის ქრისტიანულ ცხოვრებას და ჩვენში დამკვიდრდება წესი ქრისტიანული ცხოვრებისა. იმიტომ რომ წაიკითხვა ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას, შეხედავ მისი ცხოვრების წესს და მოგინდება რომ შენც მიბაძო. თუმცა საერო ადამიანისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმ წმინდა ადამიანების ცხოვრება წაიკითხოს უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ვინც თვითონაც ოჯახური ცხოვრებით იყვნენ, აი ოჯახი ყავდათ და ასე შეძლეს რომ სული გადაერჩინათ. რატო ვამბობ? ახლა ჩვენ თუ წავიკითხავთ წმინდა სვიმეონ მესვეტის ცხოვრებას, რომელიც წლობით სვეტზე იდგა და ასე ლოცულობდა, შენ წახვალ და მოგინდება რომ მიბაძო და დადგები სადღაც მაღალ ადგილზე 1-2 საათი და დაიღლები და ყურებს ჩამოყრი, ესე იგი არ გამოვიდა. და ან ამპარტავნებაში ჩავარდები რომ აი რა მაგარი ვარ რომ მეც შევძელი და ან კიდევ მოიწყენ და ყურებს ჩამოყრი, იმედს დაკარგავ რომ ესე იგი მე ვერ გადავრჩები, ვერ ცხონდები. ის სვიმეონ მესვეტე ერთი იყო და მან ეს შეძლო. ხო, შენ ესე აიღო და პირდაპირ მოგინდეს რომ ის გააკეთო, ეგრე არ გამოვა. მაგრამ ის რაც მან გააკეთა, ჩვენ შეგვიძლია მას მივბაძოთ გულმოდგინებაში, ანუ პირდაპირ კი არ გადმოიღო რაღაცა, არამედ რას ის რო ითმენდა ქრისტესთვის რაღაცას. ჩვენ აქ მოვითმენოთ, აი ოჯახის წევრისგან მოვითმენოთ რაღაცა, იქ სამსახურში მოითმენოთ, ანუ ქრისტეს გულისთვის ჩვენ ეს წენა მოითმენოთ. ის იმ ზესა და სიცხეს და ყინვას ითმენდა. შენ ეს სიცივე მოითმინე, ადამიანისგან მოითმინე რაღაც. ან რაღაც განსაცდელი მოითმინე. ან პირდაპირ კი არ გადმოიტანო ესა. არამედ შენი ცხოვრების წესს მოარგე და იმ გულმოდგინებაში მიბაძე, რაც მას ჰქონდა. ვიღაცას მოწყალებაში, ვიღაცას მარხვაში, ვიღაცას მოთმინებაში მიბაძა. ვიღაცას თამდაბლობაში და ასე შემდეგ ესე იგი. აი ეს არის სწორი თაყვანისცემა წმინდანებისადმი და ჩვენ ეს აუცილებლად და ხშირად უნდა ვიკითხოთ. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ესე იგი ჯარისკაცებიო, როდესაც ბრძოლაში მიყავდათო, მხედართმთავარი უყვებოდა მათ სხვა დიდი მხედართმთავრების და მებრძოლების საგმირო საქმეების შესახებ. რატო უყვებოდა? იმიტომ რომ ამათთვის მაგალითი მიეცა. აი როგორ მოიქცა ის და ამით მათი გულები აენთო და უფრო ბრძოლისთვის
შემართებულები რომ ყოფილიყო. და აი ამგვარადაც თითოეულმა ქრისტიანმა უნდა იკითხოს იმ წმინდა და მართლაც ახლოვანი და ბუბერაზი მამების ცხოვრება, რომლებმაც სული გადაიჩინეს, რომ მათი მოღვაწეობა გახდეს ჩვენთვის ძალის მომცემი და მაგალითის მომცემი და გაამხნევოს ადამიანი და ღვთების შეასხას და უფრო მეტად მოანდომოს მოღვაწეობა ღვთის სიყვარულისთვის და საკუთარი სულის გადასარჩენად. და ქრისტიანი, რომელიც ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს და ამავე დროს მოკლებულია იმ ყველაფერს, რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ, იმ სახარებისეულ ცოდნას თუ წმინდა მამებისეულ გამოცდილებას თუ მათი ცხოვრების წესის კითხვას, ამ ყველაფერს თუ მოკლებულია, ის ძალიან სუსტია. ძალიან სუსტია და არ იცის რა უნდა აკეთოს. და ვერც ეწოდინება რა უნდა აკეთოს. იმიტომ რომ არ იცის სხვამ როგორ აკეთა, ვინც სული გადაიჩინა. არ აქვს ეს მაგალითი. ჩვენს ცხოვრებაში ესე ცოცხალი მაგალითები არ არის იმდენი. რა თქმა უნდა, აქაც იპოვე თუ ადამიანი გონიერი ხარ. წმინდა ბარბარე საერთოდ კოშკში გამოკეტეს, მაგრამ ამ ბუნების შვენიერებით აღმოაჩინა, რომ ერთი უნდა ყოფილიყო და არა მრავალი. და თუ ადამიანი მოინდომებს, ადამიანებშივე იპოვის ღვთის ხატებას და მსგავსებას, რომ იბაძოს, მაგრამ მაინც არ არის იმდენი მაგალითი ესე თვალხილულად. ამიტომაც წერია ეს ყველაფერი წიგნებში. ყველა საუკუნეში არიან ისეთი ადამიანები, ვინც ჩვენ ეკლესიამ მაგალითად დაგვისახა, ანუ წმინდანად შერაცხა. ეს მაგას ნიშნავს, წმინდანად შერაცხა ნიშნავს, რომ აი ვის უნდა მიბაძო და ვისით უნდა გადასცე. მერტი შეგვეციოს, რომ განთებულიყოს ჩვენში საღვთო სიყვარულის ცეცხლი და ვერაფერმა ვერ შეძლოს ამისი განელება და თუ ის მართლაც ერთხელ აიმთო, იმის განელებას მართლაც ვერაფერი ვერ შეძლებს, გარდა ჩვენი არჩევანის, რომ თავად ადამიანმა არ უნდა უღალატოს თავის თავს, ესე იგი. მერთმა დალოცილი და გახარებულები გამყოფოთ. ჩვენ საღამოს 4 საათზე გვექნება ჩვეულებისა წუხცისკრის ლოცვა და ხვალ კიდევ წირვა, ესე იგი, როგორც წესი კვირა ცხოვრებას ტარდება ხოლმე აღდგომის შენებარე ტაძარში. აი, ხიდზე რომ გადავდივართ კომბინატის დასახლებაში, ხიდზე რომ გადავდივართ, იქ არის მარცხენა მხარეს მიცით ეს ტაძარი და ყოველთვის იქ არის ხოლმე წირვა 9 საათზე იწყება. და ჩვენთან წირვა იქნება ორშაბათს ღამით, ესე იგი. თქვენ იცით, რომ თომას კვირის სამშაბათს მიცვალებულთათვის აღესრულება ხოლმე წირვა და ჩვენც ყოველთვიურად ასრულებით ხოლმე დიდი მარხვის პერიოდში მიცვალებულთა წირვა არ ტარდება ხოლმე. ამიტომ აი ამითი განვაახლებთ, ესე იგი ორშაბათ ღამით იქნება 12-ის ნახევარზე წირვა და ჩვენ ყველა შეგვეძლება რომ დავესწროთ და ჩვენი მიცვალებულები მოგიხსენოთ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.